დილამშვიდობისა ჩემო ძვირფასებო, დილის 6 საათია და გამოვედი რომ დავაფიქსირო ჩემი სილამაზეები, რომელიც უკვე ამთავრებენ ყვავილობას. პირველი ყვავილობა უახლოვდება დასასრულს და თქვენთან ერთად მინდა რომ შემოვუარო ჩემ ბაღს და ერთად დავათვალიეროთ რა ხდება ბაღში. კი, არიან ვარდები, რომლებიც ჯერ ეხლა იწყებენ ყვავილობას და აგვიანდათ წელს, მაგრამ ესეთები არიან ერთეულები, აი გადაყვავილებული ეშლი. აქ უკვე აი ეს მოვაშორო. მოკლედ ჯიბები დატენილი მაგ გადაყვავილებული ვარდებით, რომ შევდივარ სახლში. აი რა მინდა გითხრათ ჩემო ძვირფასებო. აი ჩემი პირადი გამოცდილებიდან ძალიან დიდი გაკვეთილი მივიღე მე წელს. ძალიან მივქარე, რომ NPK არ მივეცი, კვება არ მივეცი ჩემ ვარდებს და აი დავინახე ნათლად რამხელა სხვაობა მომცა. ეს არის ბრემენელი მუსიკოსები. ბრემენელ მუსიკოსებს რაც შეეხება, აი ასეთი დეტალი მინდა გითხრათ კიდე აღნიშნო, რომ ძალიან მტრევადი ტოტები აქვს. ძირითადი მასა ყვავილების იყურება გარეთ. შარშან და შარშანწინ ასეთი სადგამი მქონდა გაკეთებული ჩანდოსზე და გახსოვთ თქვენ როგორი ორსართულიანი იარუსებიანი ჩანდოსი მქონდა, მაგრამ ბრემენელ მუსიკოსებთან ეს ხრიკი არ გამოდგა, იმიტომ რომ ძალიან მტრევადი ტოტები აქვს, როგორც აღმოჩნდა, აი აქ ერთი დიდი ტოტი მქონდა კიდე შემული და ქარში და უამინდობაში მოტყდა. ერთი დილაც გამოვედი და ძირს ეგდო იმხელა კოკრებიანი ტოტები და მომიწია აჭრა. ამიტომ ქარში აი ესე ძალიან ოდნავ რომ დააჭიროთ, კაცი ძახის და ტყდება. აი აქაც შეხედეთ რამხელა ტოტი მოვჭერი, იმიტომ რომ გადატყდა. ანუ მომიწევს მომავალ წელს ჩვეულებრივი ჩაის ჰიბრიდივით ამის წამოყვანა ბუჩქად. ძალიან ლამაზი ვარდია, მიყვარს იგიჟემდე. ეს რალი დე გაზელ, აი ესეთი ლამაზუკა, ეს უკვე გადაყვავილებულია და ნახეთ რამხელა ყვავილი აქვს. აი მე რამხელა ძალიან მაგარი ბუჩქი აქვს. ულამაზესი ფოთოლი, პრიალა, მუქი მწვანე, მაღალი ბუჩქია. კაი ჯიშიანი ჩაის ჰიბრიდივით იქცევა და ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ ვარდს. აქეთ რაფაელა იწონებს თავს. გიჟდები ამის ჩახვევაზე. რამხელა ბოკალი აქვს და როგორი ლამაზია. შეხერეზადა თითქმის გადაყვავილდა. აი ესეთი გოგოა რაფაელა. აქეთ როქსანა ჯერ ეხლა იწყებს გაშლას. ვგიჟდები ამ გოგოზე. ძალიან მაგარი ვარდია, იაპონურებში ეს და მულენგალეტი არის ჩემი ფავორიტები. მაგრამ ამ ორშიც როქსანას ავარჩევდი. სილამაზით, სიძლიერით. ვერც შევწამლე წესიერად, ვიცი რომ თქვენს ვერ შეწამლეთ წესიერად წელს ვარდები. სულ წვიმდა და როდისღა უნდა შეგვეწამლა, როდის უნდა მოგვევლო ბაღისთვის. აი ესეთი ლამაზი გოგოა. როქსანა ძალიან დაბალზე გავსხალი წელს და მაინც როგორ მაღალი ტოტები გამოუშვა. ძალიან მაგარი ვარდია ეს.
არავადობს არასდროს. მერი ლენოქსი გადაყვავილდა, ისე მიყვარს ამის ფერების გადასვლა. ლამაზუკა, ისე თუ ადგილას მირგია, აი აქ არის ბილიკი, ნახეთ. და ბილიკის შუაში ჩავაკვეხე ეს ვარდი. ნუ რა ვუყო, ბუკე პარფე წელს მაბრაზებს. აი შეხედეთ, ეს არის მხერხავის ნაკვალევი და სავსეა აი ესეთი ხოჭოებით, რომლებსაც შეწამვლამ არ უშველა. დაჭმული აქვს მთელი ყვავილები, მაგრამ მაინც შორიდან რო შეხედო, ლამაზია. აი ესე ბუკეტებად ყვავის, მაგრამ ახლოდან ძალიან შეუხედავია წელს, იმიტომ დაჭამეს. აქეთ კინქიუს კოშკი ყვავის. აი ესეთი ყავისფერი ისფერში გადასვლები მიყვარს ამ ვარდის. აი კიდე რამდენი კოკორი აქვს. პიერ არდიტი ჯერ რა ვიცი როდის დაიწყებს კოკრებშია და რა უნდა მეთქვა, ესე იგი ვაგრძელებ ჩემ აზრს. გადავერთე უცებ ვარდებზე. ეს არის ნინო ზღაპარაძის ნაჩქარი ვარდი და სულ მავიწყდება ამის სახელი. ვგიჟდები ამ გოგოზე, ცეცხლისფერი მტევნები აქვს, ესეთი. მოკლედ, მე ხო მახსოვს წინა წლების ყვავილობა ჩემ ბაღში და შემიძლია ვთქვა, რომ აი ვარდები, რომლებსაც დაუშვათ 30, 40, 50 კოკორი ქონდათ და ყვავილი შესაბამისად. წელს 3-4 ყვავილი ქონდათ სულ. იგივე სურირდე პერიგიო, იგივე ბიგ ფარფლი, ძალიან ბევრი ვარდი. ეს არის ფრანგული კაბა. ეხლა უკვე ნაყვავილარია. უამინდობის გამო გაუფუჭდა ეს კოკრებიც ძირითადად, მაგრამ რატომ მიყვარს მე ეს ვარდი სიგიჟემდე? ერთ-ერთი პირველი იშლება და მახარებს. და სუსვაი მაისის პირველ რიცხვებში არის შეუდარებელი სილამაზით, სიუხვით, სიყოჩაღით. მერე უკვე ნელ-ნელა სხვა ვარდებიც რო ერთვება ამ ყვავილობის პროცესში, ესეც აბარებს თითქოს ესტაფეტას და აი ესე თითოეულა ყვავილით მაინც მახარებს როგორ არა, მაგრამ ისეთი ეფექტური აღარ არის როგორც სულ თავიდან. მაგრამ აი ესეთი რაღაცნაირი ჭაღარა ვარდისფერი, ფერფლისფერი, ვარდისფერი მიყვარს. აისფოგელს წააგავს ფერებში, ტონალობაში და აისფოგელი ხო ვერ მომყავს ბაღში. ვერ ძლებს სიცხეში. აქეთ კარმენ ვიურთი. აი შეხედეთ, წინა წლებში ხო, კვება როცა მივეცი, კარმენ ვიურთს ტევარ ქონდა კოკრების. ეხლაც კაი უხვია, მაგრამ რა შედარება იმასთან რაც იყო. ამიტომ მეგობრებო, რა ვიცი, მე ჩემთვის გავაკეთე დასკვნა, რომ NPK-ს გარეშე შორს ვერ წავალთ. ნუ მე ყოველ შემთხვევაში აწი ვეცდები ყოველ გაზაფხულს თითქოს აი კი მივეცი ისა ნაკელი შევიტანე შემოდგომით, მაგრამ მარტო ნაკელი ეტყობა არ ყოფნის ამ ვარდებს. ვისაც დაუშვათ აი ესეთი შედარების გაკეთება რომ არ შემძლებოდა, ვიტყოდი რომ ძალიან უხვი ყვავილობა მაქვს, რა თქმა უნდა ეხლა ამას ყვება კიდე, მაგრამ მე ხო ვიცი რისი პოტენციალი აქვს ჩემს ბაღს. და თქვენს გახსოვთ იმედია. კარმენ ვიურთი არის ულამაზესი, სუპერ გოგოა. მიყვარს ამის ფერი. აქეთ ერთ ლამას ვარდს გავცდით.
ძალიან იავადა, აი შეხედეთ. ძალიან შევწამლე, ფალკონითაც შევწამლე, მაგრამ არ უშველა, მაგრამ მაინც არ დავაჭერი ეს ტოტები და მეთქი რაღაცა ყვავილობას ხო მაინც ვნახავ. ძალიან ლამაზი ყვავილები აქვს. ეს არის პრინცესა ბატერფლაი, ანუ პრინცესა პეპელა. აი ესეთი. ნუ ავადობს ყოველ წელს, მაწვალებს, მაგრამ არაუშავს, ვპატიობს სილამაზის გამო. შეიძლება მოყოჩაღდეს, ჯერ პატარა გოგოა, პატარა ბუჩქი აქვს, ნახოთ, მაინც დავაცდი. აი ამათ შეხედეთ. როგორი წყვილია. ეს არის კრისტალინა. შეხედეთ. აი ესე ქვემოთ ხო იწყებს. აქ კიდე რამდენიმე ტოტი მოუტყდა და ავიღე. და აი როგორი გოგოა. უყოჩაღესი, უძლიერესი და უკან ბანს აძლევს თითქმის გადაყვავილებული უკვე დუნხუანი. აი ესე ერთად დუნხუანი არის უძლიერესი ჩაის ჰიბრიდი ვარდი, მის კიმურასი და ეს პაწუწკუნა, პატარძალი უდგას ფეხებში. აქ ისეთი ჩანაფიქრი მქონდა. გითხარით ხო? ვაიმე, თვალს ვერ ვაშორებ, ისეთი კაია. კრისტალინა არის სუპერ. მარტივ ყვავილა უძახე შენ. შეხედეთ. დუნხუანი მაინც რა დაგვიშავა კაცო. მთელი მაისი შოქში ვიყავი ამის ყვავილობით და ეხლა უკვე გადაყვავილებულიც განახოთ. აქ მქონდა ესეთი ჩანაფიქრი, რომ კრისტალინას მივურგე ქვემოთ, აი გვერდით თილია და ძალიან უგავთ ყვავილები ერთმანეთს, აი შეხედეთ, ხო გვანან. მაგრამ როგორ განვითარდა კრისტალინა და როგორ ვითარდება თილია. რა ვიცი, როდისმე მეღირსება თილია სამხელა ბუჩქი, როგორიც კრისტალინა. დაველოდები ნამდვილად, აი ესეთი დედოფალი პატარძალი მიდგას აქ. აი ასე. თაღი გადაყვავილდა, ჰელენი ცდილობს კიდე რაღაცას, მაგრამ ესეც ერთ-ერთი პირველი ვარდია, რომელიც აყვავდა ჩემს ბაღში და ხო არ შეიძლება ახლა ვარდს ზედმეტს ვერ მოსთხოვ, ხო? რა ქნას ახლა ამან? ძალიან გამახარა, ძალიან მასიამოვნა. ხო არ შეიძლება ახლა სულ ყვაოდეს. ქონდა ამას თავისი პიკი. აი, ცაში არ ვიცი, ალბათ გადაწყვენა მოუწევს ამ ტოტს თაღზე. და ჩვენი საყვარელი პრინცესა კიში. უტყუარი გოგო. უღალატო. ჯანმრთელი. აი, არასდროს არაფერი არ ემართება ამას. ეს და კენსინგტონი არის აი ორი ვარდი, რომელიც ყველა სეზონში უნდა იყოს. არ მოგიწევთ არც აპარატით სირბილი, არც ვედროებით სირბილი, არაფერი არ უნდათ ამათ. კენსინგტონი და პრინცესა კიში არის ვარდები ჩარგე და დაივიწყე. მარტო მიდი, რომ დატკბე სილამაზით. ორივეს ერთი და იგივე მინუსი აქვს, რომ სურნელი არ აქვთ, მაგრამ დანარჩენი პარამეტრები ორივეს აქვს უმაგრესი. აი ესეთი გოგოა. აი აქედან შეგახედებთ, ეს არის სელი, რომელიც ყვავის ისე უხდება აქაურობას.
აქ სუფრაა და ჯერ ახლა აპირებს გაშლას იაპონური სუფრა. ეს არის ბლუბერი. ვგიჟდები ამის ყვავილებზე, ამის ფერზე. და უკან უდგას wedding bells-ი. საქორწინოს ზანზალაკები. აქეთ კაორუნო გადაყვავილდა უკვე. ეს არის ნომერი 1 სურნელი იაპონიაში. კენზომ გამოუშვა ამის დააპატენტა და გამოუშვა სუნამო ამ დასახელებით, ამის არომატით. რა სურნელი აქვს მართლა ხალხნო. გასაგიჟებელი. გასაგიჟებელი. ეს უკვე ბოლო ყვავილია, მარწყვის milkshake-ი. ამას კიდე მარწყვის სუნი აქვს. გამაგიჟეს ამ ვარდებმა. დიდად არ ვაქცევ ყურადღებას, ეს არის ევას გული. დიდად არ ვაქცევ სურნელს ყურადღებას, მაგრამ როცა გეცემა ცხვირში პირდაპირ. რა სამოთხეა ხალხნო. ჩიდების ჭიკჭიკში. ამ სილამაზის თვალიერება. ამ სილამაზეების თვალიერება. გაცინოთ ახლა. აი ეს არის 4 წლის შარლოტა პერიანი. ლელა ხო გააბრძანე ბაღიდან. მე კიდე ველოდები. ჩემი ბრალია ძალიან დაბალზე გავსხალი წელს და ნუ ეხა რას ველოდიაბა. ეხა იქით გადავიდეთ. აი როგორი ყვავილები მაქვს წელს ნახეთ. ჩინეთიდან გამოვიწერე ბოლქვები და ჩავრგე უკვე გადაყვავილდა. როგორი ლამაზია. თეთრი და ვარდისფერი. თეთრი ორნაირია, ხუჭუჭა და აი ესეთი. ძალიან საყვარლებია, რა ვიცი, ერთწლიანია თუ მრავალწლიანია. სუპერ ტრუპერი. ამადეუსი როგორ მომწონს, აი ვგიჟდები ამ ფერზე, ამ ვარდის სიუხვეზე, მაგრამ აი ესე ცალფერზე რა ვიცი, რამდენი წელი უნდა იყოს. აქეთ გოჟარი. რა კარგი ვინმე ხარ. არა ახლოსაც უნდა მივიტანო კამერა, რომ კარგად შევხედოთ. აქეთ კიდე გადაყვავილდა უკვე ნონა. მაგრამ ამან მეორე ტალღაზე იცის ეგრევე მოbrunება, მოტრიალება და იქით გადავალთ ახლა, მაგრამ აი ტრავიატა უკვე ის ტრავიატა აღარ არის. რაც თავიდან იყო. ვაგრძელებთ შემოვლას. შევძურები ახლა ამ ჯუნგლებში. ეში ხედით ჯისე. ტყილა კი არ მიყვარს მე ეს ბიჭი. ეხლა არ მითხრათ რატოა ბიჭი, არ ვიცი. ასე აღვიქვამ. მზეში, ქარში, რა ვიცი, თოვლში, წვიმაში. დგას ასე და თავის საქმეს პირნათლად ასრულებს. ყვავის და ყვავის. ულამაზესი ვარდი. გიჟდები ამის ფერზე ნახეთ. როგორი ლამაზი ბუჩქი აქვს, ფხალი იცანით. აბა გურულებმა, იქით დასავლეთის ხალხმა, მეგრელებმა კეჟერა ფხალი. გიჟდები ისე მიყვარს. მარტო მე მიყვარს ჩემს ოჯახში და ჩემი ბავშვობის სკერძია. ეს ლავლი რედია. აი ესე ბუკეტებად
ყვავის, აი ჯერ არ გაშლილა. აქ კიდე ნახეთ. კიდე აქვს ერთი ბუკეტი ჩამალული, აი. გაიშლება და იქნება სუპერი. ასკოტი. ეხლა შედის ყვავილობაში ამ სიცხეში, რა ვიცი რატო დააგვიანდა წელს, იმიტომ რომ ყოველთვის ასწრებს მაისში ყვავილობას ადრე სიცხეებამდე, იმიტომ რომ აი შეხედეთ მზეს საერთოდ ვერ უძლებს ასკოტი. უძლიერესი ვარდია, ულამაზესი ვარდია, მაგრამ მზეში აი რამდენიმე საათი ძლებს ყვავილი სულ. არ ვიცი რატო დააგვიანა წელს. რაც არის. ვნახოთ რა სიზამს. სიცხეები დაიწყება აწი უკვე. ვგიჟდები ამ გოგოზე, ტინეკე. თეთრი პატარძალი. ეხლა უკვე გადაყვავილდა. უმეტესობა ყვავილების როგორი სუფთა ყვავილი აქვს, აი შეხედეთ. ეხლა გავაკეთებ მე შედარებას სხვა თეთრ ყვავილებთან და მიხვდებით, რომ ტინეკი არის აი ფავორიტი თეთრ ვარდებში. ნახეთ. თან რა მხელა ყვავილები აქვს. ბევრი ერთად ძალიან ეფექტურია. აი ესეთი ლამაზი მრგვალი ბუჩქი აქვს და არის უღალატო. ესეთი ვარდები მიყვარს მე, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ვერ შეწამლე, ვერ მიეციყვება, ვერ მიაქციე ყურადღება, ის მაინც თავის საქმეს აკეთებს. ტინეკე. სხვათა შორის ძალიან გვიან დავადგინე მე ამის სახელი, წლები ისე მქონდა ბაღში, რომ არ ვიცოდი რა ერქვა. ირინა ბრეგვაძემ აღმომაჩინჩენინა მაგის სახელი, ეს არის მეტროსთან ნაყიდი ათლარად და ესეთი ლამაზი გამოდგა. მეთქი ერთი თეთრი ვარდი მინდა თქო და მაშინ წითელი თეთრი ყვითლით ვცნობდი ვარდებს და მქონდა ყვითელი, სტაფილოსფერი და წითელი ვარდი ბაღში და ერთი თეთრი მინდოდა. აქეთ კონფეტი დაამთავრა, მაგრამ აქვს კიდე რაღაცა კოკრები. პირველი ყვავილობა Moonstone-ის. დაველოდები მე ამ ვარდს, იმდენჯერ გადმორგე, რომ აქ ტრავიატა შეუხედავია უკვე. მაგრამ მაინც აქვს რაღაცა ყვავილები კიდე. ეხა ტრავიატა ვინც შეგიყვარდათ ჩემი ვიდეოების მერე, მინდა გითხრათ, რომ მაინც ვერ იჭერს კამერა. აი ახლა ყველა გადაყვავილებულ აი ამას რომ მოვატეხავ, აქედან ეგრევე გამოუშვებს ახალ კოკრებს. როგორც კი მოაჭრე გადაყვავილებულ ყვავილს, აი აქ, აი ამეებიდან გამოაქვს ეგრევე ახალი კოკრები. გადაყვავილდა ჩემი გოგოები. კორალრივა, ორენჯრივა. კორალრივას თურმე ქონია ძლიერი პარფუმერული სურნელი. ამას წინ შოქში ვიყავი, ბაღს ვრწყავდი და მეთქი, აბა ვუსუნო თქო მაინც. და უცებ აღმოვაჩინე, რომ კორალრივას აქვს პარფუმერული სურნელი, და რამხელა ყვავილი აქვს, აი ნუ არ ვიცი. და ორენჯრივას აქვს მეგობრებო კამფეტის სურნელი, აი საწუწნი კამფეტი, ლიმონათი, შამპანური ერთად, რაღაცა ესეთი ბავშვობას რომ მოგაგონებს, ისეთი სურნელი აქვს. გადავირიე, აქეთ კარამელამ დაიწყო უკვე. მოვამზადო ჯიბეები. გადაყვავილდა. ნახეთ, რა ლამაზია კარამელა. ბლუმუნი როგორ არ გაჩვენოთ. ეს არის მოკა როზა. აი, ნახეთ. ისეთი ლამაზია, ვგიჟდები, ეს არის
ჩემი მეგობრის ლერის ნაჩუქარი ვარდი ჩემს ბაღში გახსოვთ დეფიციტში რო იყო 1 წელი მუკაროზა და ძლივს ვიშოვნეთ აი მაშინ ლერიმ მიშოვნა ერთი ნერგი და ჩაურგე სასწრაფოდ აი ბლუმუნი ხალხნო ეს არის იისფერი ვარდი რომელიც რამხელა ყვავილები აქვს აი პროსტა შეხედეთ აი რამხელა იისფერი ვარდი რომელიც უძლებს მზეს აი ჩემ ბაღში მზეს ბევრი ვარდი ვერ უძლებს ნიტო што იასამნისფერი ჩვეულებრივი მოსაჭრელი ვარდებიც კი და ეს არის ის ვარდი რომელიც კარგად უძლებს ყველაფერს ოჰო რა კაია თეთა რა კაია რა ფერებია კარამელაჩკა ბარბარას ჯერ ძინავს ეხლა იღვიძებს აი ომაშა ბარბარა დააგვიანდა ამასაც მაგრამ ეს რო დაიწყებს ყვავილობას იშ მაგარი იქნება სხვათა შორის კარამელა წელს რა შემოდგომით ისე მკაცრად გავსხალი აი თითქმის ძირში გადავჭერი და მეთქი გავაახლებ გამერქნებული ქონდა უკვე ღეროები და ვიფიქრე შევეგუე ხა გულში რომ მეთქი წელს კარამელა არ იყვავილებს თქო და რომელია არ იყვავილებს კი არა აგერ არ გაიგიჟა თავი ამ ხელა ტოტები გამოისროლა ნახეთ თან რამდენი თან რამ სიმაღლე აი გეფიცებით ორ კვირზე მქონდა დატოვებული ულამაზესი გოგოა და დიდხანს იმიტომ რომ ძალიან ბევრი კოკორი რო აქვს ეს ყვავილები ენაცვლება ერთმანეთს გადაყვავილდება სხვა იშლება აქ არის სირიუსის magic purple უკვე გადაყვავილდა აი რამდენი ავჭერი მოვჭერი აი მივყვეთ თანმიმდევრულად არ მიაქციოთ ყურადღება კაჭკებს და მაჭკებს ის მხარე ვნახეთ ეხლა აქეთ გადმოვინაცვლოთ იმიტომ რომ რაღაცა სიახლეები მინდა გაჩვენოთ ეს არის სირიუსის აბრეშუმის ბუშტი პირველი წლის ვარდია აი ესე კოკრები აქვს ჯერ ეხლა დაიწყო მემორი გადაყვავილდა ბელვიუ ართლეიკი უცებ შემოვიარო და აი ეხლა შედის ყვავილობაში სტეფანია ბარონია სტეფანია zu Gutenbergi ვაი ამას და როქსანას ერთმანეთს ვამსგავსებ გარეგნულად ეს არის იაპონური ჩაის ჰიბრიდი კეიჯი კუნიედას ვარდი სიყვარული ქვია ღამის კოშმარი რა მოღრუბლულია ეხა დავაკვირდი რომ აღარ გათენდა აღარ გამოვიდა მზე ეს კოსმეა ყოფილა ეს ყვითელი ყვავილები ძალიან უხდება აქაურობას ეს არის ახალი იაპონური ვარდი ტანხონგი ანუ ტანხუნი ტარხუნას ვეძახი მე შემოკლებით კიდე კოკრები აქვს და ულამაზესი ფერი აქვს აი ესე უხდებიან ერთმანეთს აქეთ შელი გადაყვავილდა აი თეთრი ვარდების თემა რო გავაგრძელოთ ეს არის ჟანა მორო აი ეს პირველი კოკორი მოხვდა იმაში წვიმაში სპეციალურად არა ვაცალე მაგრამ ეხლა უკვე ძვრება თავისით ვერ გაიშალა მოკლედ და ეს კოკორი უკვე იშლება ამინში აი შეხედეთ ამასაც ძალიან სუფთა ფურცლები აქვს დიდი ყვავილი ლამაზი ბუჩქი
მოკლედ ძალიან მომწონს ჯერჯერობით ეს ვარდი, შარშანაც ძალიან გამახარა, წელსაც აგერ. მაგრამ შარშან თუ ქონდა დაუშვათ 6-7 ყვავილი წელს 2 ყვავილი გამოისროლა მხოლოდ. ნუ ჩემი ბრალია ვის დავაბრალო ახლა. ჩემი ბრალია. ეხა ობიექტური მიზეზების გამო თუ რა მიზეზების გამო ეგ უკვე სხვა საკითხია, მაგრამ რო ვერ შევწამლე, ისა რო ვერ მივეცი კვება, აი მივიღე შედეგი ასეთი. ლავილაკოტა ასეთი მწირი ყვავილობით არ მახსოვს. ტოტები ემტვრევა ხოლმე, იმდენი ყვავილი აქვს. წელს კიდე აი 2 კინკილა ყვავილით შემოიფარგლა, მაგრამ მაინც როგორი ლამაზია ღმერთო. ლავილეჩკა. აქეთ იწყებს შაკენბორგი. აი მე როგორ მიყვარს ამის ორაგულის ფერი და აი ესე ჩამოკიდული მტევნები. ძალიან ლამაზი ვარდი, აი ძალიან განსხვავებული ფერი აქვს. ფერი, ფორმა, კოკრიდან დაწყებული. არის სუპერი. ჯანმრთელი. ყოველთვის აღნიშნავ ახლა ვარდის ჯანმრთელობას. იმიტომ რომ მართლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ყოფილა აი ეს თვისება. რამდენად ძლებს ვარდი უწამლოდ. იმიტომ რომ ხან ისე ემთხვევა, რომ ხან ამინდი არ გვიწყობს ხელს, ხან ჯანმრთელობა არ გვიწყობს ხელს და ვერ ვწამლავთ რა სისტემატურად ამ ვარდებს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მოიქცევა ვარდი თუ არ შეწამლე. შტერნტალერის ერთადერთი ყვავილი. აი ესე შემოვიარეთ ეს მხარეც. აქეთ ქოთნებში სიმშვიდეა. მთვარე და ყვავილი, კეიჯიკუნიე და სახალი ვარდი. რა ლამაზი ხარ. აიმე. რა კარგი ხარ. ეს უკვე გაჩვენებთ მოკლე ვიდეოში. ეს არის რუჟჟელე, კორალჟელეს მუტაცია. კორალჟელეს დაიკო, რამხელა ყვავილი აქვს. ეს არის სუზის all the best. როგორი ჩახვევა აქვს. Red Leonardo. ხუნდება ყვავის, იშლება, ჭკნება. თავისი ცხოვრებით ცხოვრობს ეს ვარდი. მაგრამ ყოველთვის ანათებს და ლამაზია. ყვავილში არის სულ და აი შეხედეთ. თვითონ აწესრიგებს ყველაფერს. ზედმეტი ჩარევა რო არ ჭირდება. ისეთია. ეს არის მიაბიჩა. ეგეც უკვე გადაყვავილდა, მაგრამ ვერ ველევი და ვერ ვჭრი. კარამელაჩკა. აქედანაც შევხედოთ კარამელას და კუპერლაითი. აი კუპერლაითი როგორი ლამაზია. ნახეთ. აი როგორ უხდებიან ერთმანეთს ეს კარამელა, კუპერლაითი და ბლუმუნი აქეთ. ტოფი მე-4 წელს გაიღვიძა ტოფიმ ჩემთან, გამოისროლა ყვავილები, ტოტები 4 წელი. იჯდა 30 სანტიმეტრს არასცდენია. აშრამმა დაამთავრა, პოეზია ეხლა იწყებს. აქეთ მაინც უნდა გაჩვენოთ, კი გადაყვავილდა და შეუხედავია, მაგრამ hot cacao. ხო გახსოვთ როგორი ლამაზი და ეფექტური იყო. აი ესეც ის ვარდია, რომელიც არასდროს არ ავადობს.
არაფერი არ ჭირდება, უხვია ყოველთვის, სტაბილური ვარდია და აქეთ გადაყვავილებული უკვე Kensington Gardens-ი, მაგრამ მაინც ვერ ვაჭრი ყვავილებს, შორიდან ლამაზია. აი ესე ხედავთ შეუწამლავად და კვების გარეშე როგორ იყვავილა Kensington-მა. აი რა ვთქვი მე წეღან ხო? სამაგიეროდ აი ეს ვარდი, რომელიც მთელი ცხოვრება ჰანი დიჟონი მეგონა და მე ერთად დავადგინეთ, რომ ყოფილა golden mustard-ი, წელს თავის თავს არ გავს. კი, ბევრი ყვავილი აქვს, კი. აი ესე ძლიერად დგას კოკრებში. არის ისა. რაღაცნაირი ფერია წელს რა. ვერ ვცნობ. ხო აი ასეთი ფერი უნდა ყოფილიყო ყველა. და პირდაპირ კოკრიდან იშლება რაღაცა. აი ნახეთ. ვერ მივხვდი რა ფერებში იშლება წელს ეს ვარდი. მთელი წელი ამის ყვავილობას ველოდები ხოლმე, ისე მიყვარს. აი ასეთ ფერზე უნდა იყოს. ნუ არ ვიცი, თან სულ ავადობ, სულ, მაგრამ ყველაფერს ვპატიობ. იმიტომ რომ სიგიჟემდე მიყვარს. მაგრამ რა ვიცი, აი წელს რაღაცა. კაი, დაველოდოთ ბოლომდე გაიშალოს ეს კოკრები და გადავალთ ახლა იქეთ. ოღონდ სანამ იქეთ გადავალთ, აი ეს გოგო მინდა გაგაცნოთ. ეს არის არმინე, სუზისგან მაქვს. რომ დავინახე სუზისთან ეს ამის ყვავილები შემიყვარდა. აი ესეთი შეჭრილი ფურცლები აქვს. და პირველად ყვავილობს ჩემთან. როგორ მაინტერესებს ბოლომდე გაშლილი, როგორი იქნება და მე უკვე რომ დაბუჩქდება, დახატავს აქაურობას, ძალიან მოუხდება. აი ამ სურათს. აი ესე. გადავედით ჩემს სიგიჟეებში. ფანჯრებთან კლუმბასთან. ეს არის ის გადაყვავილდა უკვე, რა ლამაზია. ისეთი ლამაზი იყო პირველი ყვავილი. ისიც კარგია. ეს არის უმპალუმპა. სუზისგან მაქვს ეს ვარდი. და შეხედეთ ჩანდოსი. ჩანდოსი არის არ ვიცი. შოკი ვარდია. ჯერ ყვავილების ზომა. ვაიმე. სავსე მაგ ჯიბეები. ვარდის ფურცლებით. ვაიმე რა სურნელი აქვს ხალხო. გასაგიჟებელი. აი აქ სამზარეულოს ფანჯრებთან იმიტომ ჩავრგე ზუსტად, რომ ძირითადად სამზარეულოში ვტრიალებ ხოლმე და ფანჯარა ღია რომ აქვს, უცებ შემოვარდება ამის სურნელი და ვაიმე დავბრუნე ხოლა ხოლმე ეს გადაყვავილდა. აი და ეს საწყალი ვარდი არ ვიცი, ეს წითელი ვარდი ვინ არის, რა არის. სულ ავადობს, უნდა შევცვალო, მაგრამ ვერ მოვიფიქრე, რომელი ჩაის ჰიბრიდით შევცვალო. ბოტერო ვიფიქრე, მაგრამ რა ვიცი, აი ეს ვარდები, რომელიც მე მინდა, აქ ჩვენთან არ შემხვდა. შტოტებეკერი თუ რაღაც ქვია იმ ვარდს, ის ვარდი მომწონს ძალიან. მაგალითად გრანდამორე, ნამდვილი გრანდამორე, ეს პერესორტია. ნამდვილი გრანდამორე მინდა. მოკლედ, ეს არის ფრენესი. კრასოტკა ფრენესი. გაპრენჭული ფრენესი. აი. ძალიან დიდი ყვავილები აქვს. აი ესეთი.
წელს ხედავთ, აი რა არის 1 2 3 4 ყვავილი აქვს, როცა 40 უნდა ქონოდა. და ეს გაჭირვებული მინდა გაჩვენოთ რა, რას გადავემტერი ამ ვარდს, ეგეთი თვისებები აქვს, მაგრამ აი რო გინდა რომ სტაბილურად გახარებდეს, აი ნახეთ, ეს არის იოანე პავლე მეორე. თავიდან ძალიან კარგად გახსნა სეზონი, ძალიან მოინდომა წელს, მაგრამ წვიმაში უფუჭდება ყვავილები და ძალიან უმსგავსოა. ისეთი სურნელი აქვს დგას აქ, რომ თავბრუ დამეხვა. აი ეს სიგიჟე უნდა გაჩვენოთ. აი შეხედეთ, ვინც იცით ჰორტენზიების ამბავი ახლა ხალხნო. ესე იგი, რკინის სულფატი მივეცი რამდენიმეჯერ, მაგნიუმის სულფატი მივეცი. აი რა არის ახლა ეს ფოთლების გაღიავება, რა არის? შეხედეთ. ქლოროზია, ხო? აშკარად ქლოროზია. ეს არის კასუმი, გაიშალა უკვე კასუმი. აი ესეთი მტევნები აქვს. ძალიან ნაზი გოგოა. დანარჩენებს ჯერ ველოდები. აი ახლა აქეთაც შევიდეთ უკანა მხრიდან და დავამთავროთ ამით. ხანზენშტად როსტოკი ჯერ კოკრებშია. აქეთ დაამთავრა პაწუკა ლავსონგმა. ვგიჟდები ამის ბურთებზე. ამის ბურთულებზე ვგიჟდები. წელს არ დაემწყნენ ერთმანეთს, იმიტომ რომ გავაახლე ვარდები და აქეთ აი ნახეთ. მიქელანჯელო უდგას გვერდით და ამის ყვითელი დიდი ვარდები და ეს ვარდისფერი ბურთები ძალიან უხდება ხოლმე ერთმანეთს. აქ რა ხდება ახლა? აქ რა ხდება და კარამელ ანტიკმა უკვე დაამთავრა ნელა-ნელა. რედ ბერლინი ძალიან მიყვარს ეს ბიჭი. ჩახუჭუჭებული ყვავილებით. ძალიან მიყვარს. ჯერ კიდე რამდენი კოკორი აქვს გამახარებს. აი ნინოსთან ვნახე იზაბელა რენესანსი და ყვავილის ფორმით გვანან ერთმანეთს გადავირიე ისე მომეწონა. იზაბელა რენესანსაც ჩავრგავდი იქ ჩანდოსთან. ენერგი რომ აშოვნინა. აი ტერაკოტა. ეს მოვაშოროთ. შუა ყვავილი და დანარჩენები ვნახოთ. ტერაკოტაჩკა. აი როგორია. აგურისფერი. იქით კიდე არის, მაგრამ ვერ ვწუდები. სიმპატი. სიმპატი არის მაგარი გოგო. და ნახეთ, კლემატისი მივურგი აქ. ცისფერი ანგელოზი. შარშან პირველი ყვავილი რომ მომცა ცისფერმა ანგელოზმა, თითქოს უფრო ცისფერი იყო. ეხლა არის ცოტა იისფერში. მაგრამ მაინც როგორ უხდებიან ერთმანეთს და აქაც ნახეთ. რამდენია? ვაიმე. ძალიან ლამაზია, ძალიან. ეს არის კლერ როუზი. ეხლა იწყებს გაშლას. და პირველი ყვავილი მადამ ანისეტის. რამდენი წელი ოცნებობდი ამ ვარდზე. სურნელი აქვს, აი არ ვიცი, რაღაცა სანელებლების, ძალიან სპეციფიკური. პოლბოკიუზი ხალხნა. როგორი ლამაზი ბიჭია. როგორი კარგია. აქ ისი არის ჩაკვეხებული დიდ ვარდებს შორის, რომ არ ვიცი როგორ მოახერხებს ბუჩქის გაზრდას, მაგრამ აი ტესიკო, ტესის ქონდა 2-2 ყვავილი წელს.
ეს my fly იაპონური ვარდი. პირველი წლის არის და ისეთი პაწუკა ყვავილები აქვს. აქეთ ლანდლუსტი. ლანდლუსტიც ისეთ ადგილას არის, რომ არ ვიცი, აი ამ ჟასმინის ძირში. ხელა ჟასმინია, ნახეთ. მაგრამ იმედი მაქვს, რომ მოყოჩაღდება, რომ გაიზრდება ლანდლუსტი. ეს არის ბიატრისი, ჯახირობს და ჩემი საყვარელი პიჩავალანჟი. ამ ხოსტებს შეხედეთ ერთი. ეს არის ტორტილა. უზარმაზ არის ფოთლები აქვს. პიჩავალანჟი მიყვარს ძალიან. ისეთი ნაზი ფერია, ატმისფერი. გარგრისფერი. ჩემი საყვარელი ჩაის ჰიბრიდი. აი, კოკორშიც ლამაზია. იქით ღობესთან ედენი მაქვს ჩაკვეხებული და რა ვიცი. სხვის ედენებს რო ვუყურებ, არ მჯერა, რომ ესეც როდისმე ამხელა გაიზრდება. მე 4 წელია. აი, ესე გამახარა წელს 3 ყვავილით. ესენი უკვე გაჩვენეთ. უშინ პატარა ვიდეოში. ეს არის ფორთოხლის წვენი და აქეთ ალუბლის წვენი. და ჩემი ბაგაბაღი. კიდე არ დამიმთავრებია ამუსმა ნიადაგიდან. იქით არის კიდე 5-მდენი ეს ჩითილები, კალმები. აი გარედანაც განახებთ სიმპატის ამის გასაგიჟებელ მტევნებს. თითო მტევანი, თითო ბუკეტია. აი შეხედეთ თაიგული. თაიგულად რო აჭრა გასაგიჟებელი თაიგული გამოვა რა. მაგრამ ხელი არ მიბრუნდება არასდროს ჩემი ვარდების მოსაჭრელად სახში შემოსატანა თუ ქარმა არ მოტეხა. ნახეთ. ნახეთ. აქეთ დახუნძლული. ოჰოჰოჰო. კარგით. ხაცა შევყევი მე, შევედი როლებში. ძალიან მომდის უკვე. ნამეტანი. ამით დაგემშვიდობებით ჩემო კარგებო. პირველი ტალღა მორჩა, ასე ვთქვათ, ამის მერე ცალკეულ ვარდებს გაჩვენებთ, რომლებიც აგვიანებენ და აწიიწებენ გაშლას. მაგრამ ესე უკვე ბაღის შემოვლა ნახდათ აღარ ღირს გადაყვავილებულზე, ამით პირველ ნაწილს სეზონის, პირველი ყვავილობის ნაწილს ვასრულებ და აწის შევხვდებით უკვე მოკლე ვიდეოებში. აბა თქვენ იცით.